Έλα. შემოაყენე. Აგატყდა, მაგიდა აგატყდა ამის. არაფერი გატყდა. მხოლოდ ნამდვილ ტელემანებს თუ ახსოვთ დღეს პროექტი მდიდრები და ღარიბები, თუმცა ბევრს ეცნობა ამ პროექტის გმირის სახელი გიორგი ნაზღაიძე. პოპულარობის გემო ამბიციურმა ახალგაზრდამ მდიდრებით და ღარიბებით იწვნია. საერთოდ მე არ მინდოდა რეალურ შოუში მონაწილეობის მიღება, მაგრამ მინდოდა რაღაცა ბავშვებიდან ყოფილიყავი პოპულარული სახე. და შემდეგ ჩემმა ყოფილმა საცოლემ, რომელიც უნდა ყოფილიყო ჩემი მეუღლე, მაგრამ ამჟამად ახლა აღარ არის. ხათუნა წურწუმე პრინციპში ყველა მის თელმა საქართველოს მოიცოდა, იმიტომ რომ იმ პერიოდში ის ადამიანი შოუში შემოიყვანეს, მის გამო ვიტირე კიდევ და ჩვენ ერთად ვტიროდით, რომ ჩვენი განშორების დღეები იყო. დამაზალა და თქვა, რომ შენ უნდა გახდე ისეთი ცნობილი ადამიანი, როგორც შეეფერება საქართველოს. ნუ ჯერჯერობით საქართველოს სოფლიოზე ჯერ ნაკლებად. უფროსმა მამუკაღლონთმა გამირეკა და მითხრა, რომ თუ გსურვილი გექნება რეალურ შოუში მდიდრები და ღარიბებით თუ მიიღებ მონაწილეობას. და 8 კაცში რომ შევედი, ზოგადად იყო დედაჩემმა თქვა, რომ ამდენი 60 ნომერი გაქვს, ამდენი ჩანთები, იმიტომ რომ შენ მაინც მალე გამოგაგდება, შენ ისეთი მძიმე ხასიათი გაქვს. შევედი, ვაჩვენე ტელერს, ჩემი ძალიან მძიმე ხასიათი, ძალიან თავისუფალი პიროვნება, არანაირი ჩარჩოები და ასე შემდეგ, რაც საქართველოს ეწინააღმდეგება, რეალურად ეს იყო, ამის გამო ბევრსაც მლანძღავდნენ. თვითონ SMS-ებით ხალხი, მაგრამ რაღაც დიდ ნაწილს უყვარდი, იმიტომ რომ მე გავედი ბოლომდე. გავედი მესამე ადგილზე და დღესაც უკვე მე-5 წელია გავიდის. ხო, მე-6-ში გადავა მალე. ეს ადამიანები ყოველდღე რაღაც ხვდებიან, აი ბებიეთში მიიყო შენი გულშემატკი ვარ და ბალეშიკო და ბევრ ადამიანს დღემდე არ უყვარვარ. მაგრამ ნუ იცი რა, მთლიანობაში მე რაც დავისახე მიზნად, ჩემი მიზანი იყო პრინციპში მანდა ფული, პოპულარობა და არანაირი მეგობრობა. ერთად ვიდგებით ბოლომდე რომ გაფრთხილებები, რაც შეიძლება მაქსიმუმ მივაღებინოთ. იმიტომ რომ ჩვენ ჩანაწერს მოვითხოვ. მართლა მოვითხოვ უკვე. პროექტს გიორგი იდეალურად მოერგო, ინტრიგების ხლართვა და პუბლიკაზე თამაში მისი მეორე ბუნებაა. სკანდალები, რომელიც ხდებოდა ჩემს მიმართულებით, ანუ მე ვიყავი ერთ-ერთი თავი სკანდალების რეალურ შოუში. იცი როგორ იყო სკანდალები ნაკლებად, უბრალოდ მე ვარ ადამიანი, რომელიც იძახის პირში ყველაფერს და აკეთებს იმას, რაც უნდა. რეალურად თუ დავფიქრდებით, საქართველოს ეს ის ქვეყანა არ არის, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთს სახეში უთხრან ის, რასაც ფიქრობენ და აკეთონ ის, რაც სურთ. აგვანებე თავი გვეძინება, გადიბიჭო, როგორ? რომ ეძინებოდა, მაშინ გაქიოდით და. სხვათა შორის, უნიტაში ჩააფსას ვიღაცა, ჩარეთ სხვა ისწავლეთ. ისე ცნობისათვის. მე ვიყავი მდიდარი და ღარიბს როგორც ღარიბს ისე ვექცეოდი. ანუ არ ეცხინებდი, ვალაგებინებდი, მორიგეს ვეძახდი. ანუ იქ იყო სხვანაირია მოთამაშეები, აი უკაცრავად თუ შეიძლება მომიტანე და მე ჩვენ მომიტანე, წაიღე. და მეც ვიყავი ღარიბი და მეც ვიქცეოდი იგივენაირად, ანუ საწყენი იქ არაფერი არ იყო. მანდ იყო ესე, რომ აი თამაშს სჭირდებოდა თუ არა ეს აქციელები, როგორც ვიქცეოდი მე მაგალითად. მაგრამ ესეც არ იყო, ანუ სჭირდებოდა კი, შოუ სჭირდებოდა, იმიტომ რომ ესეთი იყო კონტრაქტი. თქვენ უნდა იცხოვროთ მდიდრულად, ღარიბმა უნდა იცხოვროთ ღარიბულად, მაგრამ ამავდროულად იცი რა არის? თამაშობდი ამით. აი, უხეშად ვთქვათ, кайფობდი. ბატონო კახი, ბატონო, თქვენი ჩულქები წაიღეთ. რა ჩულქები? აი ეს ჩულქები. თქვენ ჩულქებს ეძახით ამას? რა ვიცი, ესეთი თხელი რა უნდა იყოს არა. კარგით, ჩულქი იყოს ჩემი. ფერიც ეგეთი ხახ, თუ გაგიხათ, მოგვეცეთ ხახს ჩავყრეთ. მაღაზიის გამყიდველი ვიყავი მე 18 წლის. თამსწაულით ან გამყიდველი მე ძლიერი იმით ვიყავი, რომ თქვი რომ აი მე მივიღებ ამ შოუში მონაწილეობას. და ესეც მოხდა, ანუ ბევრს იმედი არ აქვს იმისა, რომ მიიღებს თუ არა მონაწილეობას, იმიტომ რომ მე მაღაზიის გამყიდველი ვარ, საცოდავი პიროვნება ვარ. აი ეს არაფერს არ ნიშნავს, ცხოვრება არის საერთოდ კიბე. და წავედი თურქეთში საცხოვრებლად. თურქეთიდან რომ ჩამოვიდი, არაფერი არ დამხვდა აქ და გავხდი მიმტანი. ცხოვრებაში თებში არ დამიჭერია ხელში, მაგრამ გავხდი მიმტანი და იმ დონის მიმტანი, რომ ჰაი კლას ესეთ მიმტანს ეძახიან, იმ დონემდე ავედი. ანუ იმ დონის მონდომება მქონდა, რომ ცოდნოდა ეს საქმე. გზა წარმატებისკენ გრძელი და რთული იყო. აი დავიწყო თავიდან. მაღაზიის გამყიდველი, ამავე მაღაზიის მენეჯერი, მაესტროს წამყვანი, 202-ის წამყვანი და ჟურნალისტი,
უძრავი ქონების სააგენტოს ბროკერი, შემდეგ იმ სააგენტოს მენეჯერი, ნატალის მოდელი, მიმტანი უამრავ ადგილზე, მე მიმტანების უფროსი, რაღაცა გამოვჭა. ნაუტილუსის PR მენეჯერი, შემდეგ ვიყავი ანიმაციაში მუშაობდი თურქეთში 1 წელი. მე ჩამოვედი საქართველოში, ანუ მიმტანი ვიყავი, მე მიმტანობის შემდეგ შემოთავაზეს ბიქინბერგში მენეჯერობა, პრივეში მე შემოთავაზეს მენეჯერობა და მან არჩევანი გავაკეთე იქ თუ იქ და ბიქინბერგში ავიჩი. ჩემ თავს სამომავლოდ ხედავ, სურვილი მაქვს და მინდა რომ ესეც იყოს. მინდა ვიყო წამყვანი. ანუ მე ვიყავი წამყვანი რაღაც პერიოდი მაესტროზე 1 წლის მანძილზე და შემდეგ 200-დან ვიყავი. და მინდა უფრო წამყვანობა და ამოდროულად მოდელობა, ნუ მოდელობა არის ჩემთვის იცი რა არის ცხოვრების ნაწილი. არც ფულს არ აქვს მათ მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის ჩემი ცხოვრების რაღაცა ისეთი ნაწილი, რომელშიც მე მსიავნებს ყოფნა. კამერები, ფოტოგრაფები და პოდიუმი. ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი ცხოვრების რიტმი და ენერგია და ასე შემდეგ. სკანდალური იმიჯი გიორგი ნაზღაიძემ რეალიტი შოუდან ცხოვრებაშიც გადაიტანა. სილამაზის კონკურსების უბადლო ავტორს ია კიწმარიშვილს ნაზღაიძემ არაერთი არასასიამოვნო წუთი მოუტანა. ეს ყველაფერი დაიწყო თვითონვე ქალბატონი იაზგან. პატარეთ მისტერ საქართველოს და სურვილი გაქვს რომ მონაწილეობა მიიღოთ თქვენ და თქვენმა მეგობრებმა ლაშამ. მე გადის პერიოდი და ტელევიზიის მეშვეობით მე ვისმე რომ უკვე ტარდება მისტერ საქართველო. მე არავინ არ დამირეკა ის რომ მე ვარ ნატალის მოდელი, ის რომ მე საფილო სახე ვარ და ჩემი გამარჯვებით ია კიწმარიშვილი ვერაფერ მოგებას ვერ ნახავდა. გაცდი! მაცადემე. გაცდი. ერთი პოპულარობის გამო ყველაფერზე წამსვლელი არ ვარ. მე უბრალოდ ვარ თვითონ ესეთი პირი, აი თვითონ ყველა ადამიანი ვინც მიცნობს და მხედავს, თვითონ ესეთი პიროვნება ვარ მე. ყოველთვის რაღაც ადგილზე ჩემი საქციელი ხდება ადამიანის თვალში. რაღაც ბარისტოიკაზე ცეკვა თვალზე, იქ რაღაცა სტრიპტიზის ცეკვა, იქ მაგალითად რაღაც ისეთი ჩემი ხმამაღალი სიცილი და ასე შემდეგ, მაგრამ ხალხი პოპულარობის გამო რას არაკეთებს. მოდი ესე ვთქვა, აი პირდაპირ ეთერში კაცი კაცს კოცნის, ქალი ქალს კოცნის, გინება, ფურთხა, ესეც ყველაფერთან ხუმრობაში და ჩარჩოებში ჯდება, მაგრამ ეს ხო პოპულარობის გამო ხდება. და მაინც ვინ არიან ადამიანები, რომლებსაც გიორგი ნაზღაიძე ენდობა? ჩემი მფარველები არიან ჩემი ძმები. ისეთი ადამიანი მფარველი, რო ვთქვათ, აი ჩემი მფარველი არის ვიღაცა პიროვნება, როგორც ძალიან ბევრს ყავს, არა. ჩემი მფარველები იყვნენ ჩემი ძმები და იქნებიან მუდამ.